ამიტომ არ მიჭირს ხოლმე ზღვასთან ურთიერთობა. კარგია, კარგი. ვატარებ თავსაბურავს დღემშვიდობისა. ой, ეთერში ვართ, გამარჯობათ. რაღაცა ისეთია. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ორშაბათია და ჩვენ ესე იგი ეთყობა დავისვენეთ ძალიან კარგად ამ უქმე დღეებზე და ეს დასვენების, ასე ვთქვათ, პათოსი გადმოვიტანეთ პირდაპირ ეთერში. სტუდიაც განსხვავებულია. გარდა ამისა, რომ დავისვენეთ, ჩვენ კიდევ გვინდა დასვენება და ეს ვქმნით ამბავ. გარემოს, სხვას, რაღაცა სანაპიროს და ასევე იმაყურებს, რომელიც ჩვენ ჩამესმის ზღვის ხმაური უკვე, არ ვიცი ტელემაყურებლებს ჩაესმის თუ არა ჯერ, მაგრამ ჩვენ განწყობა უნდა შევქმნათ ისეთი, რომ იცი, რამდენადაც ეს სხვა ბევრჯერ ვახსენეთ, მე მგონი უნდა ვისაუბროთ რაღაც საჭირბოროტო საკითხებსაც, რომელიც არის დაკავშირებული ზღვასთან, მზესთან. ღიმილიანად ვისაუბროთ ამ თემებზე, რადგან ზღვა, ხალისი არის ძალიან კარგი, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ მზე არის თავნება, არის მცხუნვარე. არ უნდა გავუთამამდეთ. ეს ღიმილი რომ არ შეგვახმეს, ასე ვთქვათ, რუჩთან ერთად. შეგვახმეს, ნამდვილად. აუცილებელია გავუფრთხილდეთ კანს. ანუ დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ კანს, როგორ უნდა გავირუჯოთ სწორედ, ხელოვნური რუჯი იქნება ეს თუ ბუნებრივი. და ასევე ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თავისმოვლის საშუალებებზე, განსაკუთრებით ზაფხულში არის მეტი სიფრთხილის გამოჩენა საჭირო, როდესაც ქალები, თუმცა მამაკაცებიც მომრავლენ ამბობენ, იკეთებენ ლაზერულ ეპილაციას და არა მხოლოდ ეპილაციას, ტატუსაც, რომლითაც თავის მოწონება უყვართ ჩვენს ახალგაზრდებს რაღაცა ესე გამომივა ცოტა. ეკეთებენო ლაზერულ ეპილაციაზე არის. დიახ, და ამაზე უფრო კარგად ჩვენი უკვე ესე იგი მესმის ზღვის ხმაური ჩამესმის არ ვიცი. შენ მოიტანეს, ხო, იცი ნიჟარა გვაკლია, აი ნიჟარა აკლია. ნიჟარა არ გვაკლია, მე მგონი შეიძლება ლევანს კონდეს ნიჟარა. ყოველ შემთხვევაში რუჯი მაინც უნდა კონდეს წესითა და რიგით. აბა ლევან, მოგესალმები, როგორ ხარ, როგორ განწყობაზე ხარ, როგორ საზღვაო განწყობაზე ხარ? მოგესალმებით სულ ყველას. მე ძალიან გადასარევ განწყობაზე ვარ, განსაკუთრებით აი ამ ყველაფრის შემყურე ჩვენ სტუდიაში. ქვიშა, ესე იგი პალმები და ასე შემდეგ კოქტეილებიც რაც თავარია. მიყვარს ძალიან ზაფხული, ვერ დამალავ, ქვიშაც მიყვარს, ზღვაც მიყვარს და ყველაფერი და მეტყობა ალბათ, რომ ძალიან მიყვარს მზე და სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, თავისმოვლის საშუალებები რაც არის მზისგან დასაცავი და ეგეთ უარყოფ, ასე ვთქვათ, არასდროს მიხმარია და შემდგომ ნამდვილად თქვათ, იმიტომ რომ რაღა დაგიმალო და საკმაოდ ძლიერ მეწვის და მიხურს კანი. ეხლა ზურგს და ასე რომ მე ურჩევ ტელემაყურებელს, რომ რასაც გთავაზობენ, ასე ვთქვათ, პროფესიონალები და ვინც გინდათ, სულ ერთია, გთავაზობენ წაისვით რაღაც ის მალამოები და კრემები და ასე შემდეგ, გენით ნამდვილად არ დაიზაროთ არავითარ შემთხვევაში. გადაწასმის ლევან არის დრო განსაზღვრული, როდესაც უნდა გახვიდე პლაჟზე გასა. კი, გეთანხმები ნამდვილად და რაც თავარი არ უნდა ჩაგეძინოს მერე პლაჟზე. ეგაა ყველაზე თავარი. არ უნდა დაგავიწყოთ პლაჟზე. ჩვენ ალბათ რაღაცა დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოებსაც გვირჩევენ ჩვენი სტუმრები და შესაბამისად თუ შენ გაქვს ხშირად შემთხვევა და გეძინება სანაპიროზე, ამიტომ შეგიძლია თქვა რაღაცა რეკომენდაციები მიიღო მათგან. მოვისმე დიდი სიამოვნებით იქნებ რამე მეშინოს მე. გარდა ამისა, მაყურებელიც შეიძლება ჩაერთოს ჩვენ საუბარში. შესაბამისად, მაყურებლებს შეიძლება დარეკონ მითითებულ ნომერზე, რომელიც გამოჩნდება ეკრანზე, დასვან პირდაპირ ეთერში კითხვა სტუმართან და სტუმარი ძალიან მარტივად გიპასუხებ ყველა საჭირბოროტო კითხვაზე. ასევე თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ზე, ჩვენი გადაცემის გვერდი არის იმედის დღე, თამამად მოგწერეთ, გკითხეთ და ჩვენი სტუმრები აუცილებლად დააკმაყოფილებენ თქვენს ცნობის მოყვარეობას. ესე რაც შეეხება რუჯს, არასდროს არ მიხმარია. დრო იყო, არასდროს არ მიხმარია, ესე იგი რუჯის საწინააღმდეგო ესე მალამოები და რამოდენიმეჯერ საჯე ამის გამო, სხვათა შორის გუშინაც ვიყავი ასული წმინდა ლომისის წმინდა გიორგის ტაძარში, ასე ვთქვათ, 7 კილომეტრი არ ფეხით წინ და უკან ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა არ მიხმარია ესე იგი მალამო და აი ესე ნაწილ ვიყავი გარუჯული და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა და ლევან მითხარი შე როგორ ერევი ხოლმე ასე ვთქვათ თამაშით მე ვიჟებით ხოლმე მაგის გამო რომ არ ხმაროთ მოგეთ ამ დამცავ საშუალებებს ზურა მოდი მე ხა ვეტყვი მაყურებელს ერთ კარგ ამბავს და ეს ამბავი არის ის რომ ჩვენ გვაქვს გათამაშება ეს უკვე კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმა ვიქტორინა
და დღეს აი ეს ვიქტორინა იქნება არა ბოლოში, როგორც წესი გადაცემის ბოლოში, არამედ აი ზუსტად ახლავე. ასე რომ ჩვენ მაყურებელს მიმართავ ჩვენ ტელეფონის ნომერს შევახსენებ, რა თქმა უნდა, ჯერ 253-03-23. მას შეუძლია დარეკოს ამ ნომერზე, გამცეს სწორი პასუხი ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე და მოიგოს არაჩვეულებრივი პრიზი და დღევანდელი პრიზი გახავთ თმის საშრობი უთო. ქალბატონების კარგად მოგეხსენებათ ეს რა არის? აი ეს რაღაც ხელსაწყორო არის, რომელსაც მე თმით ესე იუთავეთ თმას და სწორდება ზღვისთვის არაჩვეულებრივი რამეა, პლასზე შეგიძლიათ სწორე გასწორებული თმით ესე იგი გაისეირნოთ. მაშასე წესები უცვლელია და მარტივია. ჩემს მიღმა ჩანს 12 დაფარული უჯრა 1-დან 12-მდე, ანუ მის მიღმა იმალება ცნობილი ადამიანის სახე და ჩემი მინიშნებების და თქვენს მიერ გახსნილი უჯრების დახმარებით უნდა შეძლოთ ამ ადამიანის ამოცნობა და თუ არ ვწდები ზარია ეთერში გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით თქვენი სახელი? ნიკო. თიკო, გილოცავ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ და გაქვთ შანსი მოიგოთ, ესე იგი თმის გასასწორებელი უთო და დამისახელეთ ახლა ციფრი პირველ რიგში. 5. ციფრი 5 და ამ ადამიანის შესახებ ვიტყოდი ერთ სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ. ეს ადამიანი გახლავთ პრიმა. ოღონდ რა პრიმა, რისი პრიმა და როგორ პრიმა, მაგას აღარ დავასახელებ ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, აი მაგიტომაც ერთი სიტყვით შემოვიფარგლე პრიმა, დარწმუნებული ვიყავით თქვენ შეძლებდით პასუხის გაცემას და გილოცავთ თქვენ მოიგეთ ჩვენი პრიზი, არ გათიშოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად აგიხსნიან ჩვენი პროდიუსერები თუ როგორ მიიღოთ ეს პრიზი და დროებით რეკლამაზე გავალთ ჩვენ ეხლა არ დავტოვოთ, დაგიბრუნდებით აუცილებლად. აი ესე სასიამოვნოს უნდა შეუთავსოთ სასარგებლო და საჭიროდ გადმოვინაცვლეთ ჩვენ სტუდიაში შემოგვერთა სტუმარი რომელიც ადამიანებს ძალიან ბევრ საჭირო ინფორმაციას მიაწვდის ზაფხულია შესაბამისად მანდილოსნები განსაკუთრებით ცდილობენ კარგად გამოვიყურებოდნენ და აქტიურობენ და ხშირად მიმართავენ ლაზეროთერაპიის პროცედურას შესაბამისად ჩვენი სტუმარია ლაზეროთერაპევტი მარინა შალიბაშვილი რომელიც მოგვიყვება ზოგადად ამ პროცედურის და აპარატის ავკარგიანებაზე დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხით, როგორ უნდა მოემზადონ ზაფხულში მანდილოსნები და მამაკაცები, რომლებიც ასევე არიან ხშირი სტუმრები, კაბინეტების ამ პროცედურისთვის. არის ძალიან ბევრი მითი ამის შესახებ და აი ეს მითები ჩვენ უნდა დავამსხვრევთ, ამისათვის მაყურებელმა დარეკოს სტუდიაში და პირდაპირ ეთერში დაუსვას კითხვა ჩვენ სტუმარს, ნომერი არის მითითებული აგერ ეკრანზე და გველით თქვენ ზარებს და ვუსმენთ ჩვენ სტუმარს ძალიან დიდი მადლობა. მე გთხოვთ მამაკაცებმაც იაქტიურონ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ის კითხვები, რომელსაც დასვავენ მამაკაცები, იმიტომ რომ საინტერესოა. ბევრი მამაკაცი მოგმარ. მოდი, სანამ ქალებზე დავიწყებთ საუბარს, იმიტომ რომ უფრო დიდი თემა არის მართალია და უნდა გავშალოთ ეს თემა. აი, მამაკაცები რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე უფრო ხშირად? ჯერ მინდა ყურადღება გავამახვილო მაყურებლებისა იმის მიმართ, თუ რას წარმოადგენს ლაზერული სხივი და რამდენად ფართოდ არის ის შეჭრილი მედიცინის სხვადასხვა სფეროში. ლაზერული სხივი ეს არის სამკურნალო დანიშნულების სხივი, ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღა, რომელსაც გამოასხივებს ელექტრომაგნიტური გამაძლიერებელი, ინდუცირებული სხივი არის. თანამედროვე გინეკოლოგიაში, თერაპიაში, სტომატოლოგიაში ძალიან ფართოდ შემოიჭრა როგორც ლაზერული სხვადასხვა ლაზერული ტექნოლოგიები. ჩვენი კლინიკა ძირითადად არის ესთეტიკური მიმართულების. ჩვენთან წარმოებს სხვადასხვა გამაახალგაზრდებული პროცედურები, ლაზერის სხივი, ჭარბთვიანობის მკურნალობა. ეს განსაკუთრებით აქტუალური არის ჩვენი მანდილოსნებისათვის და ასევე მამაკაცებისთვისაც. ძირითადად საქმე გვაქვს ჭარბთვიანობასთან, გიპერტრიხოსთან, ან გირსუტისთან, რომელიც უკვე პათოლოგიაა და რომელსაც აუცილებლად გარდა ლაზეროთერაპევტისა ჭირდება ენდოკრინოლოგის მკურნალობაც, რომ ოპტიმალურ რაოდენობაში პროცედურებისა მივახციოთ საჭირო მაქსიმალურ შედეგს. ეხლა ჩვენი ჭარბთმიანობას, ანუ თვითონ ეს ადამიანზე ინდივიდუალურად თვითონ თulis რომ მე ვარ ჭარბთმიანი თუ აი თქვენთან რომ მობრძანდებიან, ანუ აი განსაზღვრება როდის არის? ქალბატონებს ჩვენ საერთოდ მამაკაცებზე ვსაუბრობ ეხლა ჯერჯერობით. მამაკაცებს ისე როგორც ქალბატონებში, მამაკაცებშიც არსებობს გიპერტრიხოზი. ეს არის ჭარბთმიანობა, ანუ იქ სადაც უნდა იყოს თმა, მაგრამ არის არა იმ რაოდენობით, რაც ნორმალურ შემთხვევაში არის მოსალოდნელი, ამაც უფრო მეტი. ასეთ შემთხვევაში მამაკაცებსაც აღენიშნებათ გიპერტრიხოზი და აუცილებელია რომ საჭიროების შემთხვევაში მამაკაცებმაც
გამოგმართონ. თუმცა ადრე ეს იყო სიცხული და დღეს უკვე გახდა ძალიან აქტუალური თემა გახდა, რა თქმა უნდა. დღესდღეობით რამდენადაც ვიცი, ასეთი თავმოყარე მამაკაცი ზურგზეც, თქვაც, კერძზეც არ დადის, აი რამდენადაც უკვე ცნობილია დღევანდელ მედიცინაში. ეს პრობლემაც არის მოგვარებული მამაკაცების ყველაზე ეფექტური საშუალება არის ლაზერული ეპილაცია ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანის დაუზიანებლად ტარდება, იმიტომ რომ უკონტაქტო არის. კანთან შეხებისა და ჩხლეტის გარეშე ტარდება. აქედან გამომდინარე, პაციენტი ჩვენს კლინიკას ტოვებს ისე, რომ არანაირი კვალი პროცედურის შემდგომი არ ემჩნევა. და პროცედურა უმტკივნეულოა. პროცედურა იქიდან გამომდინარე, რომ უმტკივნეულოა და იქიდან გამომდინარე, რომ წარმოებს მელანოლიზის მეთოდი და ლაზერის სხივი მხოლოდ თვის ღერის პიგმენტს გააყენებს. თერმოლიზი ხდება, ანუ ლაზერის სხივის ენერგიით ხდება თმის ფოლიკულის დაშლა. და თმის ფოლიკულის ირგვლივ მდებარე უჯრედების გენეტიკური ინფორმაციის მოსწვევა, რომელიც რა თქმა უნდა პროცესია. ეს არ ხდება ერთჯერადად, ერთდროულად, ერთი პროცედურით, მაგრამ გარკვეული რაოდენობით და პაციენტი თუ მიყვება ექიმს და სწორად იმეორებს პროცედურას და კონსულტაციას კარგად ისმის, ის აუცილებლად სწორად გარკვეულ ვადებში მიმართავს ექიმს, რომ თავიდან მოიშოროს ეს პრობლემა. მაგრამ მე გამამაყვრე ყურადღებას იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ მოგმართავს. ჩვენ კავკასიაში მაცხოვრებლები, ხმელთაშუა ზღვისპირეთში მაცხოვრებლები გენეტიკურად ვართ განწყობილები თმიანობისადმი. ამიტომ თქვენ როგორც შემეკითხეთ, ქალბატონები გვაკითხავთ, რომ ის თქვათ ღილი, რომელიც მათ აწუხებთ სახეზე, გენეტიკური ხასიათის არის. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში ქალბატონები უფრო ხშირად მოგვაკითხავენ და უფრო მეტი პროცედურა დასჭირდებათ, ვიდრე მაგალითად ჩრდილოეთში მაცხოვრებდეს. თქვათ ფინელებს, ჰოლანდიელებს, შეიძლება ერთი პროცედურითაც გაუქრეთ, თქვათ ტუჯზე თმა. ჩვენი ქალბატონების შემთხვევაში ეს პროცედურა ძალიან ინდივიდუალური რაოდენობის არის. არის შემთხვევები, რომ უქრებათ 3 პროცედურის მერეც, არის შემთხვევები, რომ 7 და 15-ზე მეტიც სჭირდებათ. მაგრამ ზონასაც შეიძლება აუცილებლად ქრება, თუ პაციენტს სწორად მიმართავს ექიმს და ასრულებს ექიმის მითითებას. გარდა იმისა, რომ პაციენტმა უნდა შეასრულოს ექიმის მითითებანი, არის ალბათ მოსამზადებელი პერიოდი, ხო? როგორ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ეპილაციაზე ლაზერული ეპილაცია ჩავიტაროთ? იცით რა, ლაზერული ეპილაცია რო ჩატარდეს, განსაკუთრებული ისეთი მომზადება არ არის საჭირო. ამ ჩვენი აპარატის უპირატესობას სწორედ იმაში გამოიხატება, რომ არანაირი განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო. უბრალოდ თმა, რა თქმა უნდა იყოს დამოკლებული, ის არ უნდა იყოს გზელი, რასაც ჩვენ თვითონ კლინიკაში ვაკეთებთ, უნდა იყოს კოსმეტიკისაგან თავისუფალი და მე უკვე ვიწევთ პროცედურას. ეს არ არის გამოკვლევა არ არის აუცილებელი. ვთქვათ, იქნება ეს არ არის, ვთქვათ, დაკავშირებულია რაიმე სხვა ტიპის დაავადებასთან და ამის გამოწვეული დარღვევა. აი, ეხლა გეტყვით, რა თქმა უნდა, როდესაც ამიტომ არის ეს პროცედურა უნდა ჩაატაროს, ეს არის სამედიცინო აპარატურა. ამიტომ ეს პროცედურა უნდა ჩაატაროს პროფესიონალმა ექიმმა, რომელიც სწორად შეადგენს პაციენტის ანამნეზს. თუ პაციენტს აქვს ჩივილები გარკვეული, თქვათ, აქვს ნეიროდერმიტი, რომელიც გამწვევების სტადიაში, ან ეგზემა, რომელიც გამწვევების სტადიაშია, ეს რა თქმა უნდა იმ პერიოდისთვის წარმოადგენს უკუჩვენებას. და როგორც კი ქვემწავე სტადიაში გადავა, რა თქმა უნდა პროცედურის ჩატარებას არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. ერთადერთი უკუჩვენება არის აი დეკომპენსაციური პათოლოგიები. თქვათ, გულის დეკომპენსაცია, როცა უკვე პაციენტი ისედაც არც მოგმართავს, იმიტომ რომ ის წევს ლოგინში. თქვათ, სიმსინური დაავადებები. ასეთ შემთხვევაში ეს შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენთან არ არსებობს. არ შეიძლება, ხო რა? ორსულობა არის შედარებითი უკუჩვენება. ორსულობა არ არის აბსოლუტური უკუჩვენება. თუ ორსულობა მიმდინარეობს ნორმალურად, თუ ორსულობას არ აქვს ორსულობის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე მოდნა მოგვიანებით, მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში და დაგვისვენს გრემშვიდობისა. გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. თქვენ ამტოსაც ლაზერულ ეპილაციაზე საუბრობთ, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებული კითხვა მაქვს, რაც შეეხება ავტოზაგრის მოხმარებას. რამდენად თუ არის რაიმე რისკთან დაკავშირებული ზოგადად და აი რა გავლენას ახდენს? ეხლა გეტყვით, ავტოზაგარის გამოყენება, ანუ დაფერვა რა თქმა უნდა შესაძლებელია და არანაირი მე ვიგულისხმე ავტომობილში გარუჯვა. შესაძლებელია თუ კარგი ხარისხის საშუალებებით ხდება ეს. და რაც შეეხება თუ ასეთ პაციენტს უნდა რომ ჩაიტაროს ლაზერული ეპილაცია, ესეც არ წარმოადგენს უკუჩვენებას, უბრალოდ აუცილებელია გათვალისწინება, იმიტომ მუქი კანის შემთხვევაში აუცილებელია პროფესიონალის მიერ შეირჩეს სწორი პარამეტრები იმისთვის, რომ ამ
ამ დაფერილ კანზე არ გამოიწვიოს შესატყვისი რეაქციები. ფეხმძიმების თემას რომ დავუბრუნდეთ, ისე რომ თემას მინდა დავუბრუნდე, იმიტომ რომ თუ გინეკოლოგთან ჩვენ ვაგზავნით აუცილებლად, თუ პაციენტი ორსულად არის, აუცილებელია რომ მან გაიაროს გინეკოლოგის კონსულტაცია და ის კვლევები, რომელსაც აუცილებლად ჩათვის გინეკოლოგი. და შემდგომ უკვე თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, მე აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში პროცედურა ჩამიტარებია, ვაგრძელებ პროცედურების ჩატარებას ორსულებზე გინეკოლოგის თანხმობის მერე. ეს არ წარმოადგენს აბსოლუტურ უკუჩვენებას. თუ არის ორსულობა პათოლოგიად მიმდინარეობს, არის რამე გამონადენი ტოქსიკოზი, გიპერტონუსი არის საშვილოსნოსი, ასე შემთხვევაში თვითონ პაციენტი არ არის თავისი მტერი, ის აუცილებლად მიდის გინეკოლოგთან და გინეკოლოგის თანხმობის მერე ჩვენ პროცედურებს და მოდი რადგან ფეხმძიმეებს შევეხეთ, აი რუჩთან დაკავშირებითაც რომ თქვა, ანუ რამდენად მიზანშეწონილია ან მზეზე, ან ხელოვნურად დაუშვათ სოლარიუმში ყოფ. აი ლაზერის სხივი, ეს არის სამკურნალო დანიშნულების სხივი. აქ არის მოკლედ ზომიერად მიღებული ლაზერის სხივი და არა თქვა ჭარბი რაოდენობით. რა თქმა უნდა, მაგრამ რაც შეეხება ლაზერის სხივის, ის მინდა გითხრათ, რომ აქ არის კონკრეტულად გამოყენებული ერთი სიგრძის ტალღა. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ალექსანდრიტის ლაზერიც, დიოდის ლაზერიც, რომელიც არის ოპტიმალური ვარიანტი ჭარბთვიანობის სამკურნალოდ და შედეგების მისაღებად, მაგრამ რაც შეეხება სინათლის სხივს და გარუჯვას, იქ მოკლედ სულ რამდენიმე სპექტრის ტალღა, რომელთაგან ზოგიერთის გადამეტდოზირებელი მიღება, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა. ამიტომაც არის, რომ აუცილებელი არის დოზირება, ვთქვათ, დაწყება 10 წუთიდან და მე თანდათან 20 წუთზე მეტი, რომ ვთქვათ, არ მაქსიმალური ძალიან აქტუალური თემა, როგორც ხვდებით, მაყურებელი გვირეკავს კიდევ ერთი დღემშვიდობის და პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. გამარჯობა. ლაზერული ეპილაციის გაკეთება მინდა და მაინტერესებს ფასები და ასევე მაინტერესებს თქვენი მისამართიც. ფასები და მისამართები გეთაყვა იქნება გამოქვეყნებული იმედის დღე, მოგძებნეთ Facebook-ზე და ყველა კონკრეტული ინფორმაცია იქნება ჩვენს გვერდზე. ამიტომ კიდევ ველით მაყურებელს კითხვით და ვაგრძელებთ საუბარს ლაზერო ეპილაციაზე. და გაითვალისწინეთ, რომ საუბრობთ ლაზეროთერაპიაზე, ოდნავ მოგვიანებით გვეყოლება დერმატოლოგი და ამიტომ კარგი იქნება თუ კითხვები იქნება კონკრეტულად ლაზეროთერაპიაზე. კაცები რატომ არ ეკავენ? კაცები ეს მაინტერესებს მე ყველაზე მეტად. დარეკავენ ზურგ გეშინია. ძირითადად ასევე გამამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა ტექნოლოგიაზე მუშაობს ექიმი. ჩვენს კლინიკაში უახლესი მოდელის დიოდის და ალექსანდრის ლაზერი გვაქვს. აი მე თუ პაციენტი ვარ. აი დღე იხვეწება ტექნოლოგიები და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სად იტარებს პაციენტი, ვისთან იტარებს პაციენტი, რა კვალიფიკაციის ექიმთან იტარებს და გამოცდილების ექიმთან პაციენტი და ასევე რა აპარატურაზე მუშაობს ექიმი. როგორ უნდა მივხვდეთ აპარატურა კარგია? ის რომ თქვა პროცედურის დროს მტკივნეულია პროცედურა, ეს განსაზღვრავს აპარატურის ავკარგიანობას? არავითარ შემთხვევაში ეს არ განსაზღვრავს, იმიტომ რომ არის ზონები, რომელიც შედარებით შეგრძნებადია, არის ზონები, რომელიც ნაკლებად შეგრძნებადია, ეს არ განსაზღვრავს. სათუთ ზონებზე ჩვენ ვისაუბრებთ, მას შემდეგ რაც მაყურებელი დაგვისვამს კითხვას, დღემშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. ესეთ მაინტერესებს თაშიშია თუ არა ეს ლაზერული ეპილაცია ხალთან, რადგან გავიკეთე და აი ახალი ამომებურცა ფეხზე მქონდა და ანუ რაღაც პერიოდი გავიდა და ისევ გაუფერულდა ჩაცხა და დავიცი. ნუ ეს ჩვეულებრივი ზოგადად გავაერთიანოთ ხალი, სხვა წარმონაქმნები, თქვა ხორცმეტები და ამ შემთხვევაში რომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება მეჭეჭებს, ხორცმეტებს, ხალს, რომელიც არის პიგმენტირებული, ის არ წარმოადგენს უკუჩვენებას. უბრალოდ ზუსტად იმ მექანიზმიდან გამომდინარე, რომ ხალს მეტი პიგმენტი აქვს, ის მეტად შთაიქმნება ლაზერული სხივის მიერ და ამიტომ შესაძლებელია პროცედურის შემდგომ პერიოდში ოდნავ შემუქდეს, მაგრამ დაახლოებით 10-15 დღის მერე ისე ვიბრუნებს თავის ფერს. შესაძლებელია ამ ხალზე ვთქვათ თეთრი საფენიც იქნეს დაფარებული, რასაც ჩვენ კლინიკაში ძალიან ფართოდ ვიყენებთ. ან უშუალოდ ცინკის ფხნილით ვთქვათ დავაფაროთ იქ, ან შპატელით. ასეთ შემთხვევაში სხივი მაინც განშლადია და მაინც მოხდება ხალს, მაგრამ ეს არ წარმოადგენს არანაირი უკუჩვენებას და თუ არის სათუთი ზონები, რომლებსაც უფრო ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, მაშინ როდესაც გადავწყვეტ ლაზერო ეპილაციის გაკეთებას.
იცით რა, ლაზერის სხივი იღლიოს გულისხმობ და ბიკინის ზონას, რა თქმა უნდა. მე მინდა ისევ გამოვხილო ყურადღება, რომ ლაზერის სხივი აბსოლუტურად უსაფრთხო სხივია. აი ლაზერის სხივს ასხივებენ ვენის შიგნითაც, რომელიც მთელ ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც კარგი იმუნოსტიმულატორი, კარგი იმუნომოდულატორი, რომელიც კარგად გამოდევნის თავისუფალ რადიკალებს. ამიტომ პოსტქირურგიულ პერიოდში ძალიან ფართოდ არის გამოყენებული და უკვე ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ თქვა იღლია იქნება ეს თუ ბიკინის არა იქნება, სადაც უხვად არის ლიმფური ჯაჭვები, შეიცავდეს რაიმე უკუჩვენებას. დღეს არ დარჩა არც ერთი სფერო, ისე ვიმეორებ, რომ არ იქნა გამოყენებული ლაზერის სხივი. მე მინდა გამოვახილო ყურადღება ქალბატონი გულიკო ჩაფიცის კლინიკაზე, რომელსაც აქვს სადისერტაციო თემაც და სადოქტორო თემაც დაცული. პოსტინფარქტულ პერიოდში ლაზერული სხივის ისემური დაავადების მკურნალობა. ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით ის მსმენელი ზარია, მაყურებლის მზარია ჩვენს ეთერში, მოგესალმებით დღემშვიდობის გისმენთ. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ დარეკეთ. ჩემი შვილი არის პატარა ყავს 4 თვის და მაინტერესებს ავტოზაგარის მიღება თუ შეიძლება ამ ბუნებრივად ზაგარი. რამდენი ხნის არის? რამდენი წლის არის ვერ გავიგეთ? ბავშვი არის 4 თვის ყავს და ძუძუს კვებაზე ყავს. თავად დედა რამდენი წლისაა? ანუ ძუძუთ იკვებავს ბავშვს 4 თვისას და შეიძლება თუ არა მისთვის ბუნებრივი ან ხელოვნური რუჟი. არა, ბავშვი თვითონ დედისთვის. დედისთვის. თვითონ დედისთვის ესე გავიგეთ ყოველ შემთხვევაში. არ არის არანაირი დაფერვა შეიძლება რუჟის მიღება იქნება ბავშვის სასაკიც ანუ რამდენი წლიდან შეიძლება და საერთოდ ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. რუჯი, ნუ ბავშვთა ასაკში ეს უკვე პედიატრის კომპეტენცია და თუ პედიატრი აღნიშნავს, რომ არსებობს რაიმე პათოლოგია, სხვადასხვა მინერალების და ვიტამინების ცვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირიქით იქით უნიშნავს აუცილებლად გარუჯვას. და უკუჩვენება თუ თვითონ რაიმე პათოლოგია არ არსებობს, რა თქმა უნდა, არ არსებობს გარუჯვას. ქალბატონმა პათოლოგია არსებობს, ეს ერთია, მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ ლაზერული ეპილაცია არის უსაფრთხო, ხდება ხოლმე არაკვალიფიციური კადრის გამო შეიძლება ესეც იყოს. მე მინახავს და არა მხოლოდ მსმენია დამწრობა ლაზერული ეპილაციის შემდეგ. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა მივმართოთ ლაზერულ ეპილაციას, ვუმკურნალოთ ჯერ დამწრობას, შემდეგ აი იცით რა, სწორად და პროფესიონალის მიერ ჩატარებული ეპილაცია, რა თქმა უნდა, ისე უნდა ჩატარდეს, რომ დამწრობა არ გამოიწვიოს. მაგრამ ზოგჯერ პაციენტი არ ღვევს პირობებს. იმიტომ რომ ლაზერით ჩატარებული პროცედურის მერე არ შეიძლება აუცილებლად მზეზე გასვლა. აუცილებელია მზის დამცავი მალომოსხმარება. თუ ეს ამ პირობებს პაციენტი არ იცავს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ მან ეს გართულება მიიღოს, მაგრამ თუ იქვე განვითარდა დამწრობა, რა თქმა უნდა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს და შესატყვისი მკურნალობის ფონზე ის აუცილებლად ალაგდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვიმეორებ. 99.9%-ზე უფრო მეტ პროცენტში დამწრობა არ უნდა იქნეს მიღებული. პროცედურა ისე უნდა ჩატარდესო, არ უნდა იქნეს დამწრობა. ზომიერება და პროფესიონალიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ჟურნალისტმა გვანცა არაშტემ გარდა იმისა, რომ დღეს სტუდიაში ბევრ საუბრობთ ამ თემაზე, ჩაატარა პატარა მოკვლევა, ელაპარაკა ადამიანებს, რომლებიც თქვათ ურთიერთობენ პაციენტებთან და რა გაარკვია და რა დაადგინა, ამას უკვე მისის როგორ გაარკვია მისის სიუჟეტიდან შევიტყობთ. გარუჯვა მხოლოდ მოდური ტენდენცია არ გახლავთ, ის სასარგებლო ორგანიზმისათვის, ვინაიდან ამ დროს ხდება კანში ვიტამინ D-ს გამომუშავება. იგი აუცილებელია კალციუმისა და ფოსფორის ათვისება შეწოვისათვის და ასევე ხელს უწყობს ოსტეოპოროზის პრევენციას. გარუჯვა დოზირებულად არის სასარგებლო, ვინაიდან მის გადაჭარბებულ მოხმარება შეიძლება სავალალო შედეგებიც მოყოს. წლის განმავლობაში დასაშვებია გარუჯვის ხანგრძლივობა 360 წუთის განმავლობაში, ანუ ეს ჯამში. დასაშვებია 16-17 წლის ასაკიდან, ანუ ბავშვებისთვის არ არის სასურველი, აგრეთვე ორსულებისათვის, მზის სხივების მიმართ ალერგიის დროს არ არის სასურველი, გარკვეული პრეპარატების მიღების, ანუ მკურნალობის შემთხვევაშიც არ არის სასურველი გარუჯვა. თავისთავად კანი გარკვეულწილად შრება და უნდა იქნეს დიდი რაოდენობით დამატენიანებელი საშუალებები გამოყენებული.
გარუჯვამდე სასურველია პაციენტმა გაიაროს სულ ცოტა თერაპევტის ან დერმატოლოგის კონსულტაცია და თვალიერდეს მისი კანის საფარველი ნებისმიერი ტიპის გარუჯვა სოლარიუმში თუ მზის სხივების საშუალებით იწვევს კანის გამოშრობას, ელასტიკურობის სიმკვრივის დაქვეითებას, ამიტომ ყველა ეს პროცედურა აუცილებელიც არის და მიზანშეწონილიც არის, რომ ჩაიტაროს პაციენტმა. საასტატო კეთდება კანი იმ ადგილას თითქმის რომ აღარ სუნთქავს რა. ანუ პრობლემატური არის ეგ იმ შემთხვევაში, როდესაც მთელი სხეული აქვს საღებავებით სავსე. ახალგაკეთებულ ტატუს ახლა რთული არაფერი ისეთი მოლა არ ჭირდება, ერთი კვირის განმავლობაში ბეპანტენის კრემი, ანტისეპტიკის კრემი უნდა წაისვას პაციენტმა დღეში სადღაც 5-ჯერ, თუ არ ჩამოებან და კრემს თუ არ წაისმევ, ყველაზე ისეთი ვარიანტი გახმება, ფუფხს გაიკეთებს და საღებავებს აიყოლებს და დარჩება არათანაბარი ფერები და ცუდი ფერები. ტატუს მოშორებას რაც შეეხება, საკმაოდ ყინულია, უბრალოდ კანს წვავს, ასე ვთქვათ, კანის ქვეშ პიგმენტს, მერე ის ამოდის და თუ არ მოუარე როგორც დამწვარ ჭრილობას, მერე საზღარში რამე რჩება. საკმაოდ ძირად ღირებულიც არის, ამიტომ სანამ რაიმეს გაიკეთებენ, წიანსწარ კარგად უნდა აწონდაწონონ. ნერვიულობდი, მართლაც ძალიან ნერვიულობდი, მაგრამ ანუ აი უკვე რომ დაიწყო ეს პროცესი, ანუ ვიტყვი რომ ისეთი არაფერი არ ყოფილა. ღერი და რა თქმა უნდა მიკროფონი და ნოტები გამოხატავს ანუ ჩემი ცხოვრების რაღაცა ნაწილს. და მინდა რომ ეს რაღაცა სამუდამოდ დამრჩეს და სამუდამოდ ვატარო. კანი, რუჯი, ლაზერული ეპილაცია, სოლარიუმი, ტატუ, მზის სხივის სწორად გამოყენება, ეს არის თემები, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. შემოგვიერთდა ქალბატონი დალი თუშიშვილი, ექიმი, ციტოლოგი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მაინტერესებს, როდესაც არის კანზე წარმონაქმნები, ვთქვათ, ონკოლოგიური დაავადების თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, რა საშიშროებას ქმნის ეს ადამიანისთვის? მოგახსენებთ, არის მრავალი კანის წარმონაქმნები, რომელიც შესაძლოა ასე თუ ისე ითვლებოდეს ფონურ დაავადებად. აი ხა ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რუჯი ძალიან კარგია, მზის სხივები ძალიან კარგია, მაგრამ არის ზოგიერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ძალიან ეხლა კანის დაავადებები, ეხლა დაავადებებს არ უწოდებ ამას, უბრალოდ კანის წარმონაქმნები. ეს არის პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ პიგმენტური ნევუსები, ანუ ხალები. ეს არის პაპილომები, არის სიძარღვოვანი წარმონაქმნები, ჰემანგიომები, ანგიომები, ხორცმეტები, დიახ, როგორც ვეძახით, არის ტრავმის შედეგად პიოგენური გრანულომები, დერმატოფიბრომები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ეს წარმონაქმნები ყველა ითვლება კეთილთვისებიან წარმონაქმნებად, მაგრამ თუ გავაბრაზეთ, შესაძლებელია თუ გავაბრაზეთ, შესაძლებელია განიცადოს გადაგვარება ქსოვილმა, შესაძლებელია განიცადოს მალიგნიზაცია და გარდაიქმნეს კანის კიბოთ. ანუ პროვოცირება მოხდეს მზე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი, დიახ, პროვოცირება მრავალმა ფაქტორმა შეიძლება მოახდინოს. ეხლა იცით, ეს არ არის აქსიომა, შეიძლება წარმონაქმნი მთელი ცხოვრება გქონდეს და გქონდეს თავისთვის წყნარად იყოს, მაგრამ შესაძლებელია გადაგვარდეს. ამიტომ რისკზე არ შეიძლება წასვლა და ერთ-ერთი ფაქტორი არის ზუსტად არასწორად მზის სხივების გამო. სახის პირობებში ხო შეგვიძლია დავაკვირდეთ, თუ იზრდება ეს პიგმენტური წარმონაქმნი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ან უნდა გავიაროთ აუცილებლად კონსულტაცია მივიღოთ ექიმისგან. აუცილებლად. ესე იგი რა არის მთავარი პირობა აქ? ეხლა ძირითადად მაინც არის აქ ხალებზე საუბარი, ანუ პიგმენტურ ნევუსებზე. იმიტომ რომ შესაძლებელია ხალი, რომელიც იზრდება, რომელიც მოცულობაში ვხედავთ, რომ უკვე გადიდდა, როდესაც ძალიან საშიშია, როდესაც ხალი დაწყულდება, როდესაც არის იგი სისხლდენი, როდესაც ირგვლივ რკალს იკეთებს, არასწორი კონტურები, აი როდესაც რკალს დაკბილული კონტურები აქვს, არასწორი შეფერილობა. აი ეს ყველაფერი, ეს სიმპტომები აუცილებლად პირველი პირობა არის ის და დარწმუნებული ვარ, ხა როდესაც ის მიდის იგივე ლაზეროთერაპიაზე, იგივე კრიოქირურგიაზე
ქირურგიაზე, რაც ძალზე ეფექტურია, იგივე გარჩეული სითხით ხდება წარმონაქმნების მოცილება, იგივე ელექტროდანით, იგივე ოპერაციით, ყველა კლინიცისტი იქნება თუ ნებისმიერი ექიმი, როდესაც საეჭვოდ ჩათვლის ამ ხალის წარმონაქმნს, აუცილებლად იგზავნება დიაგნოსტიკაზე და ეს დიაგნოსტიკა არის, რასაც მე ვემსახურები, ციტოლოგიური კვლევა. ანუ ამ კვლევით ისაზღვრება თუ წარმონაქმნი როგორია კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი, თუ ბოლომდე არ არის ავთვისებიანი, რაღაცა ცვლილებები უკვე დაწყებულია თუ არა და აი ამ დიაგნოსტიკის შემდეგ უკვე წყდება ტაქტიკა და მკურნალობის მეთოდი. ხალბატონო დალი, აი იმ შემთხვევაში, როდესაც იშორებს სხვადასხვა მიზეზით ადამიანი, ხალზე გავამახვილებთ ამ შემთხვევაში ყურადღებას და მორჩა დაუშვათ ეს პროცესი ჩამთავრებულია, მაგრამ აი რუჯის მიღების დროს შეიძლება თუ არა ის უბანი, კანისის უბანი გააღიზიანოს დაუშვათ და რაღაცა გამოიწვიოს რა თქმა უნდა, შეიძლება. ეხლა მე მაგალითად პრაქტიკიდან უკვე ძალიან ჩვენ პრაქტიკამ გვაჩვენა ის, რომ სექტემბრის თვეში ძალიან ბევრი ხალებიანი პაციენტები, უფრო ქალბატონები მოგვაწვევიან ხოლმე, იმიტომ რომ როცა ვეკითხებით, იყავით ზღვაზე, ვიყავით, ზეზე დიდხანს იწეკით, ვიწეკით. ამიტომ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ნამდვილად არის და ეხლა ეს როდესაც ხალი არის გადაგვარებული, ეს არის ყველაზე აგრესიული, ყველაზე მძიმე დაავადება, ეს არის მელანომა, ავთვისებიანი ხალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უმძიმეს მიმდინარეობა აქვს ონკოლოგიაში და რატიპის ონკოდაავადებები არსებობს? აი ეს ჩამონათვალი რომ გავაკეთოთ, იმისათვის რომ მაყურებლისთვის უფრო გასაგები იყოს, როგორ უნდა დაიცვას თავი უკვე შემდეგში? მოგახსენებთ. აი პიგმენტური ნევუსებიდან, ხალებიდან თუ მან განიცადა გადაგვარება, ვითარდება მელანომა, რაც არის როგორც მოგახსენებთ ძალიან აგრესიული სიმსივნე. არის სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადებები, არის ბრტყელუჯედოვანი კიბო, რომელიც შეიძლება განვითარდეს იგივე გაღიზიანებული პაპილომებიდან, იგივე დერმატოფიბრომიდან ცოტა სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება ვითარდება, მაგრამ კანის პათოლოგიები შესაძლებელია განვითარდეს ასევე როგორც ბრტყელუჯედოვანი კიბო და ყველაზე უფრო ხშირად გახშირებული და ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადება დღეს საქართველოში და ალბათ არა მარტო საქართველოში არის ბაზალურუჯედოვანი კიბო, ამას ქვია ბაზალიომები, რომლებიც თითქოს და ძალიან უვნებლად გამოიყურება, აი ფუფხს გაიკეთებს კანი და შესაძლოა რამოდენიმე თვეები, წლებიც კი გაგრძელდეს, აი ფუფხს გაიკეთებს, მერე მოძრება ოდნავ შეწითლებულია და შეიძლება ვერც კი გაამახვილოს ყურადღება ადამიანმა თუ ის საშიშროება. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. ძალიან ყურადღებით და ბაზალობა ესეთი დაავადება, რომელიც შვალედური სიმსივნეა, მეტასტაზებს არ იძლევა. ადამიანი ამით სასიცოცხლო ჩვენება არ აქვს, მაგრამ უმძიმესია, იმიტომ რომ შეიძლება მთლიანად შეჭამოს. ანუ ძალიან საშიშროება. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოს ჩვენი კანისადმი, მაპატიეთ მაყურებელია ეთერში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია დღევანდელმა თემამ. დღემშვიდობისა ძალიან აქტიურობს ჩვენი მაყურებელი და ძალიან კარგია. მოგესალმებით, დიდი მადლობა ზარისათვის. გამარჯობა. გამარჯობა. თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს. ჩემ მეუღლეს აქვს ხორცმეტები, აი მეჭეჭებივით. და რა მაინტერესებს, იცით, მის ძმასაც აქვს და მაინტერესებს, რამდენად გენეტიკურია ეს და გამიგია კიდევ რომ ვირუსული არისო და გადამდებით შეიძლება იყოსო და ერთი ცალი თვითონ ძაფი მოიჭირა და მოიძრო და რამდენად შესაძლებელია ასეთი რამე შეიძლება რომ დიდი მადლობა კითხვისათვის. მადლობთ. მე მივხვდი ახლა ქალბატონი, რაზედაც მე საუბრება, ეს არის პაპილომები, რომელიც მართლაც და ვირუსული ხასიათის არის, შეიძლება ერთი ამოვიდეს, შემდეგ გავრცელდეს, მაგრამ ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე არ გადადის და რაც შეეხება რომ ძაფის მოჭერას ნამდვილად არ ურჩევ ქალბატონს ძაფის მოჭერას, ამისთვის არსებობს გარკვეული მეთოდი, ძალიან მარტივი და უვნებელი მეთოდი და ჯობია რომ უფრო ექიმთან აწარმოოს ეს პროცედურები. ნამდვილად, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ თემაზე, პროფესიონალიზმი და ყურადღება არის აუცილებელი. ასევე ჩვენ გვაქვს ჩართვა, ჩვენი კორესპონდენტი ჩაკო ჩორგოლაშვილი გვერდება რომელიღაცა სილამაზის ცენტრიდან, ესთეტიკური მედიცინის ცენტრიდან, ასე უფრო სწორად იქნება და რაღაც პროცედურაზე უნდა გვესაუბროს, რაც ასევე და დაგვანახოს, რა ხდება. თაკო, გამარჯობა.
მოგესალმებით. არა, პროცედურა ჯერჯერობით არ დაგვიწყია, თუმცა სულ რამოდენიმე წუთში თქვენ საშუალება გექნებათ კანის მოვლის და გაახალგაზრდავების ერთ-ერთ პოპულარულ მეთოდს მეზოთერაპიის, ანუ ბიორევიტალიზაციის პროცესს ადევნოთ თვალი და ექიმი ქირურგის ქალბატონი ეკატერინე ჩაჩაინძის რჩევები მოისმინოთ. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ვიმყოფებით, ასე რომ ქალბატონებო, ვისაც კანის ნაადრევი დაბერების ნიშნები, ნაოჭები, კანის პიგმენტაცია, მოშვებული კანი თუ აკნე გაწუხებთ, შეგიძლიათ ყურადღებით მოგვისმინოთ. ჩვენთან ერთად არის პაციენტი, რომელიც როგორც ვიცი, მეზოთერაპიის პროცედურას პირველად ჩაიტარებს და ჩართვის ბოლოს ის თავის შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებს. ქალბატონო ეკატერინე, მე მგონი ჩვენ უკვე შეგვიძლიათ რომ ეს პროცედურა ნელ-ნელა დავიწყოთ. უამრავ ქალბატონს ებადება კითხვა და აწუხებს ეს პრობლემა, როგორ ვებრძოლოთ კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. რას ნიშნავს მეზოთერაპია, კანის გაახალგაზრდავების და გაჯანსაღების რა პროცედურასთან გვაქვს საქმე და ამ დროს კანქვეშა ქსოვილების რა პრობლემებს ვშველით. სახის მოვლის პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია კანის სიერის გაუმჯობესება. ამისთვის შექმნილია სხვადასხვა აპარატული და ინექციური მეთოდები. აი სწორედ მეზოთერაპია არის ესეთი ინექციური, კანის ინექციური გაახალგაზრდავება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პრეპარატების ან პრეპარატის ნაკრებების შეყვანას კანის სიღრმეში. ჩვენ ამას ვუწოდებთ კოქტეილებს. ეს კოქტეილები შეიცავს კანისთვის ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს. ისინი აძლიერებენ დერმის უჯრედების რეგენერაციას და აღდგენას. და კიდევ რამე წერს ყავს მნიშვნელოვანია ასაკი. აი რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი? მე ეს კითხვა ხშირად მებადება ხოლმე. მაგალითად, ჩემზე ბევრჯერ უთქვამთ, რომ შეგიძლია 23 წლის ასაკში დაიწყო უკვე ამ ინექციების კეთება. რამდენად მიზანშეწონილია, ვთქვათ ამას? აი თქვენ ასაკში ნაკლებად არის გამოხატული კანის დაბერების ნიშნები, მაგრამ როდესაც უკვე ეს სიმპტომები გამოხატულია, რა თქმა უნდა, უკვე შეიძლება ამ პროცედურების ჩატარება. ნუ საშუალოდ კანის გაჯანსაღების მიზნით, აი მაყურებლისთვის საპროფილაქტიკოთ, ანუ პრევენციისთვის, იმის, როდესაც აი ხშირად ირუჯება პაციენტი, ეს რა თქმა უნდა კანის ფოტოდაბერებას ძალიან უწყობს ხელს. ამიტომ რა თქმა უნდა ამ ასაკში შეიძლება რაღაც საპრევენციო ესეთი პროცედურები იყოს ჩატარებული მარტივი მეზოთერაპია კოქტეილების შეყვანის სახით. სასტარტო საშუალო ასაკი მეზოთერაპიის ჩასატარებლად ეს არის სადღაც 30-32 წელი, როდესაც უკვე იწყება ფიზიოლოგიური და ფოტოდაბერების ნიშნების. მე სტუდიას მივმართავ, რას მირჩევთ? ჩავიტარო მეზოთერაპიის ინექციები თუ არა? თაკო, თავი შეიკავე, დაგვიბრუნდე ასეთივე ლამაზი. დაანებეთ. მეუბნებიან რომ არა, მე მგონი ჯერჯერობით ადრეა თავი შეიკავე და ისე დაგვიბრუნდი ეთერში, ასე რომ კიდევ საინტერესოა რა ადგილებში კეთდება ეს ინექციები, ვთქვათ და რამდენ ხანში ერთხელ შეგვიძლია რომ ჩავიტაროთ? ეს შესაძლებელია ჩატარდეს, ნუ ძირითადად სახის მიდამოზე, ყელის, დეკოლტეს მიდამოზე, ხელის მტევნების მიდამოზე, რომელზეც ძალიან სწრაფად იწყება და ვითარდება, აი ფიზიოლოგიური და ფოტოდაბერება ძალიან გამოხატულია ხოლმე ამ მიდამოებში. ეს არის პროცედურა ბიორევიტალიზაცია. ეს არის მეზოთერაპიის ერთ-ერთი სახე, რომელიც აი ბიორევიტალიზაციის დროს ჩვენ შეგვყავს სტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავა, როდესაც მეზოთერაპიის დროს შესაძლებელია შევიყვანოთ კოქტეილების, ანუ სხვადასხვა პრეპარატების ნაკრები, ამ შემთხვევაში მხოლოდ ჰიალურონის მჟავას ვიყენებთ. ეს არის საუკეთესო საშუალება, რომელიც ყველაზე უკეთ აღადგენს წყლის ბალანსს კანში. რა თქმა უნდა, დავიწყეთ პროცედურა. ჩვენს ოპერატორს ვთხოვ, რომ ახლოდან აჩვენოს, როგორ კეთდება ეს ინექციები. კიდევ ძალიან საინტერესოა, რამდენად ხანგრძლივია თვითონ პროცედურა. აი, რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩავიტაროთ და როცა მოვრჩებთ ამ პროცედურებს, შემდეგ ეს ეფექტი რამდენი ხნის განმავლობაში გაგვყვება? პროცედურები, აი ეს პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს ორკვირიანი ან ერთთვიანი ინტერვალით, შესაძლებელია კურსი ჩატარდეს წელიწადში ორჯერ. ეს თვითონ კანის, ანუ შედეგიდან გამომდინარე შესაძლებელია წელიწადში ერთხელ ჩატარდეს პროცედურა კურსი, მაგრამ შემენარჩუნებელი პროცედურები ჩატარდეს მთელი წლის განმავლობაში გარკვეული ინტერვალით. ანუ თვითონ კანი მიგვანიშნებს იმაზე, როგორი ინტენსივობით და როგორი კურსი შესაძლებელია ჩატარდეს აი ამ პროცედურების.
პროცედურა მტკივნეულია. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ პაციენტმა იქნებ გითხრა. არა, საერთოდ არაფერს არ გრძნობს. არ მითხრა რომ სასიამოვნო პროცესია. იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პაციენტი რომელიც ჩვენ მოგმართავს, მისთვის იყოს ესეთი კომფორტული ეს პროცედურა. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ საანესთეზიო აპლიკაციურ ანესთეზიას აისტორეთ ის პროცედურის დასაწყისში ჩვენ მოვხსენით ეს სააპლიკაციო კრემი და ამის შედეგად პროცედურა არის პაციენტისთვის ძალიან კომფორტული და უმტკივნეული. კარგია. თაკო მე ვერავინ დამაჯერებს რომ ეს პროცედურა არის უმტკივნეულო, ვიდრე ალბათ არ გამოვდი. როგორც ვიცი, 3 დღეში დგება შედეგი და 3 დღეს სამწუხაროდ ვერ დაველოდებით. ნახავთ შედეგს. ძალიან დიდი მადლობა თაკოს ჩართვისათვის. მეზოთერაპია ნამდვილად საჭირო პროცედურა, ოღონდ 30 წლის შემდეგ და მე ჯერ არ ვარ 30. კიდევ კარგია, არ დავეთანხმეთ და თაკოს არ დავეთანხმეთ რომ ჩაეტარებინა, მაგრამ მე მგონი არ დაგვიჯერებდა მაინც. მე მაინტერესებს რამდენად არიან პაციენტები ინფორმირებული, როდესაც მოდიან თქვენთან, რამდენად იციან რა უნდა ჩაიტარონ, შესწავლილი აქვს თქვათ ის პროცედურები, რაც უნდათ რომ ჩაიტარონ. თუ თქვენთან ნათლდებიან პირსაბერ. იცით რა, ნუ არის პაციენტები, ჩვენ უკვე მე ძალიან დიდი ხანია რაც ამ პროცედურებს ვატარებ. შეიძლება მილია ვთქვა, რომ ამიერკავკასიაში ჩვენთან საქართველოში პირველად ჩატარდა ლაზერით პროცედურები და ერთ-ერთი ექიმი იმ სამთაგან რომელსაც ჩავატარეთ, მე ვიყავი. ის რომ საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილება მაქვს. აქედან გამომდინარე, რადგან მე ვახსენე ეს წლები, მინდა ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში პაციენტი რა თქმა უნდა შეეჩვია და უფრო მეტად ინფორმირებული გახდა. თუ რას წარმოადგენს ლაზერული ეპილაცია, რა ტექნოლოგიები არსებობს, მაგრამ ექიმი კონსულტაციაზე რა თქმა უნდა უფრო აწვდის ყველა იმ შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც პაციენტი უნდა ელოდოს. ეხლა მე თან მინდა გამოვახვილო ყურადღება, რომ აი თქვენ მკითხეთ, როგორ უნდა მივხვდეთ რა ტექნოლოგიებზე მუშაობს ექიმი და როგორ დამიგხვდეთ რამდენად კარგად შეასრულებს აი სანამ ამაზე გაგვცემდეთ პასუხს, აუცილებელია მოვუსმინოთ მაყურებელს რა კითხვა აქვს, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მე მაქვს სახეზე, დეკოლტეზე და მუცელზე დამწრობა მზისგან და კანით ამძვრა. მაინტერესებს რამდენ ხანში შემიძლია რომ ისო მზეზე გავიდე და აღვიდგინო ფერი. დიდი მადლობა გითხრათ. ნუ ეს არის ჩვეულებრივი გარე ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დამწრობა, რომელიც მიზეზია იმისა, რომ პაციენტმა სრულფასოვნად არ შეაფასა გარემო ფაქტორების ასეთი აქტიური ზემოქმედება კანზე და არ დაიცვა პირობები, არ წაისვა მზის დამცავი მალობა, აქედან გამომდინარე, რადგან მან დამწრობა მიიღო, აუცილებელია ჩვეულებრივი დამწრობის საწინააღმდეგო მალამობი იხმაროს, ან პანტენოლის მალობა, ან ბიპანტენის მაზი, ან თურმაიძის მალამო, მწვანე მალამო, ნებისმიერი დამწრობის საწინააღმდეგო მალობა და თქვენის დაახლოებით ერთ კვირაში მთლიანად ჩაგიცხრებათ და დაახლოებით აი ამ ვადის გავლის შემდეგ ისევ შეიძლება პაციენტი გაიროჯოს. და დავუბრუნდეთ აპარატის თემას. აი ჩვენთან მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ ერთი ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს ლაზერული ტექნოლოგიების შესახებ და არსებობს ბევრი ტექნოლოგია, რომელიც შედარებით კარგად მოქმედებს, რომელიც შედარებით უფრო ნაკლებად ვარგისიანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ ექიმი, რომელიც ამდენი ხნის გამოცდილების არის, ის აუცილებლად იმუშაოს აპარატზე, რომელიც არის გამოცდილი და რომელიც უახლესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. აი ჩვენს კლინიკაში და საერთოდ ზოგადად არსებობს აი უკვე ბოლო წლებია საქართველოში უკვე და დაინერგა და ჩვენს კლინიკაში პროცედურა ტარდება რევოლუციურ ოქროს სტანდარტად აღიარებული დიოდის ლაზერით. და ეს ის აპარატია, რომლის საშუალებითაც ჩვენ ძალიან თამამად შეგვიძლია ვიმუშაოთ გარუჯულ კანზე. ძალიან თამამად შეგვიძლია ვიმუშაოთ ნებისმიერი ტიპის კანზე. თამამად შეგვიძლია ვიმუშაოთ ყველა ტიპის კანზე, პირველი ტიპიდან მე-6 ფოტოტიპის ჩათვლით. მაშინ, როდესაც სხვა თაობის, ადრინდელი თაობის ლაზერების ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. აი ეს უპირატესობა ძალიან დიდი არსებობს. მაშინ, როდესაც არის კვალიფიციური კადრი, ყველასათვის, ვინც მოდის ცენტრში, არის კვალიფიციური პასუხი, ახსნა განმარტება თუ რა უნდა გააკეთოს. მაშინ, როდესაც მოდიან არასწორად მოცილებული ხალით,
აი ამ შემთხვევაში რა ხდება, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ადამიანს არ გაურთულდეს მდგომარეობა? სამწუხაროდ, აი სანამ უკვე მოვა მოცილებული ხალით, მანამდე უნდა მოხდეს სწორი დიაგნოსტიკა და გამოკვლევა. ამა თუ იმ წარმონაქმნის, მაგრამ სამწუხაროდ აი ძალიან ხშირი შემთხვევებია და ზოგჯერ ძალიან სავალალო შემთხვევებიც კი არის, როცა არასწორად, ანუ დიაგნოზის გარეშე მოცილებულია ხალი, რომელიც სამწუხაროდ მე რამოდენიმე დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ისევ ამოვა, იმიტომ რომ ის იყო ონკოლოგიური უკვე ფაქტორი იქ და იყო ავთვისებიანი ხალი და რა თქმა უნდა გაღიზიანების შედეგად როდესაც უკვე იქ მოცილება მოხდება, არასწორად ჩარევა მოხდება, უფრო მეტად რთულდება სიტუაცია, ამიტომ აუცილებელია, როდესაც რაიმე წარმონაქმნია, საეჭვო წარმონაქმნი, უნდა მოხდეს მისი დიაგნოსტიკა და მხოლოდ დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა გარისკოს ყველა ექიმმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კვალიფიციური ექიმი ასე აკეთებს, მხოლოდ დიაგნოსტიკის შემდეგ უნდა მოხდეს ხალების. ზარი გვაქვს სტუდიაში და გისმენ დღემშვიდობისა. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს? აი ნაწიბურების მოცილება თუ შეიძლება ლაზერით, აი ლაზერული ეპილაცია ხო წერება, აი ლაზერული თქვენთან თუ ხდება მასეთი რამე. დიდი მადლობა კითხვისთვის. ნუ როგორც შევეხე ლაზერულ ტექნოლოგიებს არის ძალიან სხვადასხვა სახის ლაზერები არსებობს. არის ნახევარგამტარული ლაზერები, არის გაზური ლაზერები. ესწორედ გაზური ლაზერის საშუალებით ეს არის CO ლაზერი, რომელიც არსებობს ჩვენს კლინიკაში და რომელიც გამოიყენება როგორც გამაახალგაზრდებული პროცედურა, რომელიც ნაწიბურებსაც აგვირებს, რომელიც სტრიებსაც აშორებს, რომელიც პიგმენტებსაც აფეთქებს. მას აქვს კომპლექსური ზემოქმედება კანზე, ისე რომ თავისუფლად შეგიძლიათ მობრძანდეთ და იმის დამიხარეთ თუ რა სახის ნაწიბურია, რა სიღრმის ნაწიბურია, ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით. დარც მინდა ვკითხო ძალიან მოკლედ რომ გვიპასუხოთ, ცოტად რო გვაქვს. თუ შეიძლება ლაზერულმა ეპილაციამ ან ზოგადად ლაზერისგან მიღებულმა თქვა რაღაც პროცედურებმა პროვოცირება გაუწიოს ონკოდაავადებებს და ეს სიხშირე როგორ უნდა დაარეგულიროს თავად პაციენტმა. იცით, საერთოდ უკუჩვენება არ აქვს, როგორც ქალბატონო მარანა მოგახსენათ, მაგრამ თუ იქ არის დაწყებული რაიმე ონკოლოგიური დაავადება, ამას თვით შეაფასებენ ის ექიმები, რომელიც ამ პროცედურას აკეთებენ და აუცილებლად დაიცავენ იმ წესებს და იმ პირობებს, რაც აუცილებელია, ანუ გამოიკვლევენ ჯერ თუ როგორი ტიპის, თუ იქ აღმოჩნდა, რომ არის რაიმე ონკოლოგიური პროცესი, სათოთ არ ღირს არანაირი პროცედურების გაგრძელება და იქ სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ოპერაცია. ამიტომ აუცილებელია პაციენტებმა გაამახვილონ ყურადღება და მიიღონ ბევრი ინფორმაცია მის შესახებ რა პროცედურას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს სტუმრებს, რომელიც დღეს მოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც ძალიან აქტიურობს დღეს და ძალიან კარგ კითხვებს გვისვავს ჩვენს და ჩვენს სტუმრებსაც და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაღაზია ესკადას, რომელმაც კიდევ ერთხელ შესანიშნავად გამოაწყო ჩვენი გოგონები შესაბამისად ესე იგი საზღვაო სეზონთან და დიდი მადლობა მათ ამისათვის და ესკადას რომელიც მდებარეობს თბილისის მოლში მეორე სართულზე და ყოველთვის აქვს განახლებული კოლექცია. რა თქმა უნდა და დიდი მადლობა მინდა უთხრათ ჩვენს რეკლამის მომცემ ადამიანებს და ფირმებს და ახლა ალბათ მივხვდით რეკლამა არის ჩვენს ეთერში. დიდი მადლობა. მეშლება ხოლმე მინდა რომ ჩქარ-ჩქარა მოშორდეს ყველაფერი და ვიფიქრე რომ ხა წავედი სახში დაიბანე მე კიდე მეორე დღეს გადაღებაზე მე შეიძლება რაღაცა გადაღებები დასიონკები ნუ ანუ კიდე დამატებითი გადაღებები იყოს და ნუ ხა ყოველდღე ხო არ შეიძლება მეთქი დავიხატო და ჯობია მივიდეთ ჩვენ მივედით მე და ბატონი გიორგი და ბატონმა გიორგიმ შეგხვდა ეს ადამიანი და რამდენ ხნიანს აკეთებთო დროებითი გუნდა და დროებითი და 6 თვიანი 6 თვიანი და მე ვიფიქრე რომ კარგით 6 თვიანს გავიკეთებთ ხო და გამიკეთა ეს 6 თვიანი და მეტატუს უარე ანუ მოვლა უნდა მე მაგის შემდეგ არ გადავიდეს თქო და ზღრუბლით რომ ანუ ვიბანდი ამას არ თურმე სადა რა სისულელია მაგ სამუდამო ტატუ რაც გინდა გახეხე და გამოხეხე და შკურკითი ხეხე მაინც დაგრჩება ხო და ამიტომ ეს იწევს ჩემში პროტეზს და სხვათა შორის
აი მაყურებელია თქვენთან ეთერში და დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, მე მაგათ როცა ვიჯექი ხოლმე ეთერში, აი ყველა მირეკავდნენ მაყურებლები და რა კარგი გოგო ხარ მაკა, გადასა რაღაცა ბევრი სიყვარულები, მაგრამ აი ეს ტატუ რატო? და ხა კიდევ რეკავს მაყურებელი და შემოვიყვანოთ, მე ვთხოვ მამაკაცებმაც დარეკოს, მაგრამ გული მიგზნობს რომ ეხლაც ქალბატონი რეკავს. დღემშვიდობისა. გამარჯობათ. გამარჯობათ. უკაცრავად ისეთ რა კითხვა მაქვს, ტატუ მაქვს გაკეთებული და მაინტერესებს, მოშორება რამდენად შესაძლებელია? აი მაგაზე საუბრობ. არის ახალი მეთოდოლოგია, ხო? კი, ანუ ეკეთება ლაზერით, სპეციალური ლაზერით, რომელიც შედის კანის ქვეშ და საღებავს შლის მოლეკულებზე დაონრაში პლეით გრას. და ამოდის ლიმფასთან ერთად მაგრამ ძალიან მტკივნეული იქნება. ნუ იცით როგორ, პირველი 5-10 წუთი ცოტა ხო რა თქმა უნდა მტკივნეულია და მე გიბუჯდება და ჩაულებრივად. მაგრამ ჩემი ტატუ არ შორდება. აი მითხრა არ შორდება, მან სანამ შემოვიდოდე. ანუ ფერადი ტატუს მოშორება უფრო რთულია ვიდრე შავის, იმიტომ რომ ლაზერი თვითონ ხედავს შავ პიგმენტს უფრო კარგად, ვიდრე აი ყვითელ ფერებს და წითელ ფერებს, ასე რომ ჩემი დაღი. ანუ რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ზოგადად შესაძლებელია თუ ჩვენთან არ არის შესაძლებელი? არა, ნუ ზოგადად საერთოდ ლაზერი თვითონ აი თეთრ ფერს საერთოდ არ ხედავს. ანდრეი, აი მე ვსვა მაშინ კითხვას გამოსავალ არ მინდა მეზიზღება მძულს დისკომფორტი მაქვს და ასე შემდეგ. ერთი ვარიანტი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ან შენი ტატუ შევალამაზოთ, ანუ ფონი უფრო არა, არ მინდა. ვაფშე საერთოდ არ გინდა? არ მინდა. კანის გადაներგვა მაკა მე მინდა წვივზე. მაშინ მოგიწევს მოშორებაზე სიარული მინიმუმ 1.9 სეანსი მაინც, იმიტომ რომ ფერადი ტატუა და ძალიან რთულია. მაგრამ მე მაინც გირჩევ გააკეთო ქავერაფი, ანუ იგივე რაც არის დახატული შეგვიძლია შევალამაზოთ. არ არის პრობლემა ფერების მიცემაზე და ფონის გაკეთებაზე და უფრო გამოცდილება. არა, არ მინდა. და აი შემდგომში მაინტერესებს მოვიცილე. აი დამჩება ნაწილური. შრამი არ დარჩება, მაგრამ რჩება ესეთი ლაქა თვითონ საღებავი, რომელიც იჯდა შიგნით, როცა გაღიავდება მთლიანად, მე ოდნავ ღია ყავისფერის პიგმენტის, აი რაც იჯდა შიგნით კი ის რჩება ოდნავ და მე დროთა განმავლობაში ერთი წელი მაინც სჭირდება, რომ გაღიავდებს და გაიწოვება ეს აუცილებლად. ბუნებრივად არ შეიძლება გაიცრიცოს, თქვა ფერი, ახლა ის რაც მაგას საღებავი გათვლილია იმაზე, რომ ერთადერთი დაბერდება პეპე, რომ ეს ახლა რაღაცა ცოტა ფონი რომ აქვს, ასე ვთქვა, შეცვლილი და რაღაცა ფერები არის გადასული, ეს უხარისხოდ გაკეთებული ის. არა, ეს გადახატულია ზურა. ადრე ქონდა გაკეთებული და გადაახატეს ახლა. რა მაინტერესებს მე მაგარი ნაწვალები ხარ მოკლედ. სასინელი. დასტრესილი იმის გადაცემაში ყავი სტრესი. ატუსგან დასტრესილი ადამიანი. სამაგისტრო არ ვართ, იცი იმის სტრესილები, რადგან მე და ანუნა ბუკია, დავდივართ ხოლმე ეს კადაში, ეს კადაც ხო გაგვალამაზოს ეთერისათვის თბილისის მოლში მდებარეობს ეს მაღაზია მეორე სართულზე. განახლებადი კოლექცია ყოველ თვე ადიხართ არჩევთ ულამაზეს ტანისამოს, ირგებთ იქვე და ჩვენ ვცდილობთ ხო, ჩვენ ვცდილობთ ეთერში გაჩვენოთ თუ რაოდენ საინტერესო კოლექცია არის ხოლმე მაღაზიაში განთავსებული. ულამაზესები ხართ. დიდი მადლობა. მე ჩემზე იზრუნა თვითონ ტელევიზია ფოთელშორის. ტელევიზია ზრუნავს და ტელევიზია ზრუნავს იმაზეც რომ ზარები შემოვიდეს მაყურებლის მოგესალმებით. ბატონო გისმენთ მობზანდით. ანუ მას ტატუ და მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია გადაკეთება, იმიტომ რომ ძალიან სულად დამახატეს. კი ბატონო, უნდა მოვიდეთ სტუდიაში, ტატუ სტუდიო მელანჟეში მობზანდით, შევხედავ, გაგესაუბრებით და გირჩევთ რა გავაკეთოთ. ეგ უნდა ვნახო აუცილებლად. მაგარი, კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა გავიკეთოთ ტატუ, ან როგორ არ უნდა გავიკეთოთ და როგორ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. და ასევე რუჩთან დაკავშირებით გვექნება რამდენიმე კითხვა, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით რეკლამის დრო ჩვენს ეთერში, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, იყავით ყურადღებით. პირდაპირ ეთერშიც გავიკეთებთ, მე მგონი ტატუს ვნახოთ. ხო, ამასაც პირდაპირ ეთერში ვნახავთ. მაკა იღებს გადაწყვეტილებას, სად უნდა გაიკეთოს ტატუ, ზურა თავაზობს, რომ გაიკეთოს ხელზე ვარსკვლავი, მაგრამ მას უნდა სად? ჩემს ლამაზ წვივზე. მაგრამ ნახოთ, მანამდე მოვიფიქრებ. კარგი, მანამ კითხავს, ანამ გადაწყვეტ, მე კითხავ რუჯზე, რამდენად იცი წესები რუჯის მიღების, რამდენად იცავ წესებს, როდესაც იღებ რუჯს და როგორ გითხრა, როგორ იღებ, თქვა სოლარიუმი ზაგარია, მზისხივია. სოლარიუმში ვიცავ, ანუ ძალიან ვიცავ სოლარიუმში, კი.
და ეხლა რაც არ ვიცი რამდენად მეტყობა, აი საშინელება ჩავიდინე, ზუსტად ერთ დღეში არ ვიცი ხა მადამადო არაჩვეულებრივმა თქვენმა ვიზაჟისტმა მაკრინემ და აი არ ვიცი ცოტა აღარ მეტყობა, მაგრამ საშინელება ერთ დღეში აი დავიწვი საშინელება. ჩაგეძინა? მზეზე თუ სოლარიუმში? არა, მზეზე. გაერთე ასე. ხო, ცოტა გადააჭარბა. იცი მე როგორც ხვდები მაკაშალიკაშვილი ის მაგალითია, როდესაც შეცდომებზე არ სწავლობს. შენ უფრო და უფრო მეტი გამოცდილება გჭირდება, ხო? თუ როგორ ხდება? არა უშავს, ნუ ეს მე იმდენად მიყვარს მზე და იმდენად არ მაწუხებს სიცხე და იმდენად მე მომწონს საერთოდ ზოგადად ჩემზეც და ყველაზეც გარუჯული სხეული და ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება ადამიანს გარუჯვა, თუმცაღა ვერ ვიტყოდი, რომ არ მომწონს თეთრი ქალები, ასე შენსავით. მე თეთრი ვარ ჯერჯერობით, შენსავით, ნახე როგორ. აბა გადაწყვეტილება მიიღე თუ არა, ეგ მაინტერესებს ახლა ტატუს რაც შეეხება. დავქნათ, სად დავხატოთ? როგორც გინდა, ანუ მე არ დამაბრავებ. მაინც ვერ მოვასწრებთ ახლა პრინციპში და რამდენი ხანი დაჭირდება? რამდენი ხანი დაჭირდება? 5 მაქსიმუმ. 5 წუთი, მაშინ დავიწყოთ. ხო ბატონო, მაშინ აუხსნი მე მაყურებელს. ხო, რა უნდა გაკეთდეს ადამიანებო? უყურეთ ანდრეის თქვენ როდესაც მიხვალთ ტატუს გასაკეთებლად, დაახლოებით კი არა და ზუსტად ასეთი პროცედურები უნდა ჩადოთ. ხელთათმანი სტერილური. რა თქმა უნდა. და თვითონ ტუბები და ყველაფერი ნემსები უნდა გაიხსნას კლიენტის თვალწინ, რა თქმა უნდა. ესეთ ერთჯერად პაკეტში უნდა იყოს. იცი რა, ზუსტად დისკომფორტი რო არ შემექმნას მერე. უნდა მოვიფიქრო, წვივი თუ ხელი. წვივი თუ ეს არის ძალიან ხელი მოდი. სტუდიაში უხერხულია, მიხდი ხა წვივი არ არის საშუალება, ნუ იცი რა, მაგა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს შენ გიქმნიდეს კომფორტს, რადგან მე მაგალითად ტატუს ვერასდროს გავიკეთებ, არა იმიტომ რომ მეშინი, არა იმიტომ რომ უბრალოდ მუდმივად რაღაც რომ გაქვს, მე გაწუხებ. არა, როცა გინდა არ მაწუხებ. პატარა როდესაც არის და როცა შენი ნებასურვილით არის, მე საერთოდ ესეთი ადამიანი ვარ, ვერ ვიტან დაძალებას, ვერ ვიტან რაღაცებს და მით უმეტეს ეს. აბა ეხლა ჩქარა ტატუ გაიკეთე. თემაა, ხო? რამდენი ხანია რაც ვარსკვლავი გაქვს? ეს ხმაც კი ის არის ცოტა დისკომფორტი. ალბათ 1 წელი არის, რა. 1 წელი ცოტა დრო, იმიტომ რომ თქვა აქვს ადამიანებს 2-3 წლის შემდეგ ბეზრდებათ ტატუ, რომელსაც ხედავენ. ამიტომ ხშირად იკეთებენ თქვა ტატუ. არა, ხშირად არ ხედავ და ანუ არ არის აუცილებელი თქვა რაღაცა სამედიცინო დასკვნის ჩვენება ან შესწავლა სისხლის პაციენტის რამე ხომ არ ჭირს ისე როგორც თქვა ლაზერული ეპილაციის დროს. საღებავი არ არის ალერგიული და ყველა ტიპის კანზე ანუ შეიძლება მაგის ანუ შენ მზად ხარ უკვე ყველანაირად. რისკი რომ პაციენტი არის ავად და შესაძლოა ეს დაავადება გადმოვიდეს ადამიანზე ოსტატზე რომელიც აკეთებს თან მაღალია. ამიტომ ყველაფერი უნდა იყოს სტერილური. თვითონ ტატუირებშიც უნდა იყოს დაცული, რა თქმა უნდა და ყველაფერი არის ერთჯერადი. შეიძლება რამე გართულება, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს, ერთადერთი ვიცი რომ ძალიან მტკივნეულია ბევრისთვის. არ არის ძალიან მტკივნეული. ანუ ნუ ბევრი მე ნანახი მაქვს კადრები, სადაც აი პროცესში აი ძალიან პირიან და ყვირიან. ადამიანი რომელიც გადაწყვიტა ტატუს გაკეთება, უნდა კარგად გამოიძინოს, კარგად შეჭამოს და დასვენებული და ყველანაირი ფსიქოლოგიურად ყველანაირი პრობლემები უნდა დაივიწყოს და მოვიდეს და ანდრეი და ალბათ აი უნდა ვახსენოთ ეს აუცილებლად რისკ ფაქტორი უფრო მეტია ზაფხულში, ჩემი აზრით. ხო? იმიტომ რომ ჯობია სხივები რა თქმა უნდა ტატუზე მოქმედებს, ანუ ტატუს რო გაიკეთე, მზე არ უნდა მიაკარო 10 დღე. 10 დღე. აბა მაშინ დავიწყოთ და მე მგონი კაცი რეკავს გვეშველა, მე მგონი გამარჯობა, დიდი მადლობა. ზარისთვის გისმენთ. გამოიცანეთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით, შუადღემშვიდობის კითხვა მქონდა ასეთი სახის. ანუ ბატონ ტატუირებშიკთან. გამარჯობა. ხო და აი ძველ კომუნისტების დროინდელ ეგრეთ წოდებულ ტატუ მაშინ არ ერქვა ნაკოლკას. რომ ესე შეუხამოთ ასე ვთქვათ, რომ ჰარმონიაში მოვიდეს, თუ შეგიძლიათ ეგეთი ნამუშევრის გაკეთება ბატონო. კი ბატონო, თქვენ მობზანდეთ, ანუ ვერ გავიგე კითხვა. ანუ ძველებურია, დიდი მადლობა. შესწორება გინდათ როგორც მივხვდით. კიდევ ერთხელ ხო დააზუსტეთ თუ შეიძლება. დაგიზუსტეთ, ესე იგი ზურგზე მაქვს სტალინის და მაო ძედონის გამოსახულება. აი
მაგას რომ მივყვეთ და გავუგზელოთ პოლიტიკური პირის ისე ვინმე ეგნება. არა, საერთოდ გინედის რეკორდები. თქვენ ახლა იმერჩენის ჩაბატება მოგინდება, ხო? გავაგზავნოთ და გავაგზავნოთ. რა დრო და რა თანხა დამიჯდება ეს ყველაფერი. ამაზე ჯობია ვილაპარაკოთ სტუდიაში, მობზანდით სტუდიაში. ანუ გადაკეთება შეიძლება. აგიხსნით, კი, გადაკეთებაც და დამატებაც. სად მდებარეობს თქვი, კარგად. ამას იმედის დღე Facebook-ზე მოგძებნებთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს და ყველა ინფორმაცია, ყველა ამბავი რაც გაინტერესებს, იქ იქნება გამოქვეყნებული. მე მაქვს ანდრეისთან კითხვა, ერთი წამით მაპატიეთ. მეგობრებო, არ შემიძლია ისე ვერ გავალ სტუდიიდან. ძალიან ხშირად კეთდება ხოლმე ისეთ სათუთ ადგილებზე ტატუები და თუ ხდება ეს თბილისში, რადგან თქვენ როგორც ახსენეთ, კულტურა არ არის. ინტიმური ადგილი. ინტიმურ სათუთი. კი, კეთდება. ნუ ძალიან ხშირად არა, მაგრამ არის შემთხვევები. ყველაზე ძალიან რა მომწონს, იცი ხო არ აკეთებ? მე მგონი მაგამ გადაიფიქრა. ხო არ აკეთებ? შენ მაკია, ანუ აია. მაკიაჟს არა, არ ვაკეთებ. შენ საქმეს ხედავ თუ ვერ ხედავ? იცი რა არის? გინდა მაკა? რას ვაკეთებ? რასო, ესე იგი მე ესე იგი რას ვაკეთებ, ანდრე? ჯერ აი ხლა კანის ზედაპირს კიდევ ერთი პატარა ვარსკვლავი. კი, შეიძლება პატარა ვარსკვლავი. აი რა შეიძლება მაგ თემაში გაგრძელება. რამე ორნამენტი შეგვიძლია მიუხატოთ გვერდზე და მოუხდება ძალიან. რაღაცა ორნამენტი უფრო და იმედის დღე რომ არა ხო? არა, ჯერ ზესუმზირას დავიხატავ ზირა. კარგი. კარგად ესე ჩვენ მოდი აღარ მივაქციოთ ცოტა ორნამენტს დახატავს პასტი. ვარსკვლავი? არა, აბა ორნამენტი დამიხატავ. ორნამენტი ფიქრობ რომ უფრო მოუხდება. და ჩვენ მანამდე განვაგრძოთ, ესე იგი თან ისაუბრებენ და ყურადღება რო არ გავაფანტინოთ, ასე თქვა, ძალიან ხატვის ნიჭი უნდა კონდეს, მე როგორც გრძნობ და ალბათ ასე არის, ანუ ტატუირების ოსტატს ძალიან კარგი ხატვის ნიჭი უნდა კონდეს და ან გადახატვის. თუმცა არის ძალიან იმუშების და ძალიან ბევრი ოსტატი იყენებს ამას. როდესაც იმპროვიზატორი ადამიანი და თავის ხელოვნებას დებს, ასე თქვა, თითოეულ ნამუშევარში, უფრო საინტერესოც იქნება ეს და მე იმ კაცის ზას დაუბრუნდები. ანუ სტალინის და ვისი მაქვს კიდე მაოძედუნი და ესე უნდა მას ალბათ რაღაცა იანგილანად გადააკეთოს ალბათ მათ რაღაცა აი ამ დროს უკვე იანგილანი რატო ახლოს იყო და იმიტომ ყველაზე ახლახანს იყო კონცერტი და ჩერჩილი და სტალინი ხო ანუ აი მაგას ვამბობ თუმცა მე ვისე ვუბრუნებ აი ეს მუდმივი როდესაც არის ჩემთვის ცოტათი მიუღებელი იმიტომ რომ მე მალემ ბეზრდება ხოლმე რაღაც ხო და ამიტომ არის ეს ერჯერადი ტატუები მარტო ტატუები არა, საერთოდ, მაგას შესაბამისად. ადამიანები, რომელსაც უყვართ ხშირი ცვლილება, თქვა რაღაც მრავალფეროვნებისკენ არიან მიდრეკილნი, ხშირად მსმენია იგივე მოსაზრება ტატუს. ანუ ეხლა ეს ორნამენტი გაკეთდა, ჯერჯერობით პასტით ხდება, ასე ვთქვათ, პირველად. შეიძლება გადაიყვანოს სპეციალური კაპიროვკით, მაგრამ მასტერი უნდა იცოდეს ხატვა და პასტითაც შეიძლება. აი ის რაც შენ ახსენე. აი ზუსტად ამის შესახებ. ეგ აუცილებელია. ძალიან საინტერესო. ანუ აუცილებელი მაგა და როდესაც შენ გადაწყვიტე 1 2 3 ტატუ გაქვს, ხო? ეს არის მეოთხე. ეს არის მეოთხე. მესამეს ვერ გაჩვენებ ახლა. მესამეს ვერ გაჩვენებ, გასაგებია. როდესაც გადაწყვიტე რომ უნდა გაიკეთო ტატუ, დიდხანს ფიქრობდი, დღეს რაღაც მარტივად მოხერხდა შენი. რაღა მარტივად, თელი გადაცემა. არა, ძალიან ბევრს ფიქრობ, ვერ მიყურებ, აი ძალიან არ მომწონს რაღაცას ვარჩევთ და საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ აი ფიქრობ. ახლა უნდა სანამ დასრულდება მოხატვა, შენ შეიძლება გადაიფიქრო. აი ხა ეს კაია? სადარა, რაც პატარა შეიძლება გაკეთდეს მაშინ. მეორე ხელზე მე მომწონს. აბა ანახე და მაყურებელს დაგვირეკა. მაყურებელმა Facebook-ში ანუ ეს არის ჩემი და ეს მიახატა ანდრეიმ რომ ვარსკვლავს აღარ ჭირდება რაღაცეების გაბარა მე ვიცი ამის გამოცდილება მაქვს ვარსკვლავს აღარ ჭირდება ანუ ესე იგი არ დაგვიწუნა მაგამ პირველი ვერსია ხშირად ხდება ესე თქვა ადამიანები რომელიც მოდიან მოსახატად გადაფიქრება თუ უფრო როცა უნდა გაკეთება ხო რა თქმა უნდა მე ფიქრობს ბევრს და ამიტომ ყველას ვუჩვენ რომ კარგად მოიფიქროს რისი გაკეთება უნდა რომ მე არ მოუწიოს ფიქრი არ არის ამასობაში კიდევ ერთი ზარი გვაქვს მობზანდით მოგესალმებით პირდაპირ გამარჯობა კითხვა მაქვს თქვენთან მაინტერესებს სტატუს მოშორების შემთხვევაში არის თუ არა რამე ლაქავზე ესე კანზე ამაზე შეიძლება რომ კანზე სხვაობა არ არის
ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცეთ პასუხი. ანუ რამოდენიმე სეანსის შემდეგ, როცა დასრულდება მთლიანად პროცედურები, მე სჭირდება 1 წელი, რომ კანი მთლიანად, ანუ ის ადგილი, სადაც იყო საღებავი, ის არის ოდნავ მოყავისფრო ფერი. რეგენერაცია მოხდება ორ თვეში და მე თვითონ გაიწოვება ორგანიზმში ის ლაქა და ჩაოლებრად აღარაფერი აღარ. ანუ აღარ შემიძლია სრულიად უყალოდ გაჩნდება. მაინც ხო რომ გაიწოვოს. არის დროებითი დატუებიც, მე მახსოვს, მე სკოლაში ვიყავი მქონდა, გავიკეთე უცხოეთში და ბავშვები ხელს კიდებდნენ ჩემს დატუს. დაახლოებით 3 თვის განმავლობაში იყო ესეთი, კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ იყო მარკა, რომელიც მე მგონი თუ სწორად მახსოვს, თბილისწყლის საშუალებით გადავიყვანე განზე. ეგრეთ წოდებული ნაკლეიკა. ხო, ეგრეთ წოდებული ნაკლეიკა. რამდენად უსაფრთხოა მსგავსი მარკები? და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად თუ გვინდა დროებითი ტატუს გაკეთება? ეს ანუ დროებითი ტატუ საერთოდ არ არსებობს, მაგრამ რაც არსებობს, რასაც ეძახით დროებითი ტატუ, არის ან ნაკლეიკა, ან ბოდი არტი ხნით რაც კეთდება. ერთადერთი ხო, ხნით ეს უბრალოდ დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, რამდენად სწორად გაგიკეთებენ და უნდა იცოდეს და თან როცა ხნით იკეთებ, ინდური ორნამენტი უნდა იყოს სასურველია. აი, მარკაზე რომ გითხრათ უფრო დეტალურად, თქვათ, არის საშიშროება მარკის შემთხვევაში რაღაცა არასწორი არასწორი შენ ანდრეის და ვერ აკეთებს საქმეს რა. არ ვარ ანდრეიმ დამხატა უკვე. უი, მეორე ვარსკვლავი, აბა, გადაწყვიტე? შეხარ მეორე. მეორე ვარსკვლავი. კი, უნდა ვარსკვლავი ცენა. აბა რა დავიწყოთ. დავიწყოთ. იცი მე არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ არ არის მტკივნეული და თქვენ ანუ არის ფიქრობთ რომ რაღაცა ხმარი ცოტა რაღაცა კბილის ბურგის ხმასთან ასოცირება შეიძლება და ცოტა სასიამოვნო შეგრძნებებთან ვერ ასოცირდება. ბაზელინი უნდა წავუსვათ. ბაზელი. ბაზელინის მოხმარების ინსტრუქცია წაკითხული გვაქვს ხო ყველა ასე თქვა. მეცადე ცოტა ახლოს. მე მგონი ყველა ისედაც იცის. აი ვაზელინი იმისთვის როგორ ძურა ამბობს ხოლმე თავარი არ გამოყოფდე იმ ვაზელის სწორედ დანარჩენი რა დრო დასჭირდება დატუს გაკეთებას აი ხო ერთ წუთში და პროცესი დაიწყო შეგვიძლია დრო დავინიშნო მე უნდა უგულშემატკივრო ანუ გამხნევება ხომ არ გჭირდება მაკა როგორი შეგრძნება არანაირი პირველად არ ანუ მიჩვეული ხარ ასე თქვა და იმიტომ რაღაცა მეთქი რაღაცით გამამხნევებ ხო არანაირად გამხნევება არ ჭირდება აქეთ უნდა გვამხნევო ზურა აბა გამოიხედე აქეთ და იფიქრე რამე კარგზე ზღვაზე არა მე მგონი მეტად მოქმედა მაგრამ უარესი მეთოდი მოიფიქრე ზურა იმდენად უმნიშვნელო პროცედურაა შენ ხომ არ იფიქრებდი ვარსკვლავს ცვენაზე არა მე თვითონ მოსიარულე ვარსკვლავი ვარ და ასე რომ სტალინი თავდაბლობა ნამდვილად არ არის სტალინი თუ არა ვარსკვლავი მაინც ზურა არა მე ის მაინტერესებს აი სტალინს და მაუძედუნს როგორ გადააკეთებს ანდრეი და რა ანდრეის დაუკავშირდება ანდრეი ფერის დასვა მაინც რთულია რთული არ არის თუ გაიხატო არ იქ არის უბრალოდ უფრო დრო დასჭირდება მორჩი მაგა მორჩა ხაბა ერთი წუთი აი როგორ მთავრდება ეს ხვანაერია ეს ხვანაერია და კარგია სხვადასხვანაირი უნდა ეს არის უკვე არის დედალმამალი ვარსკვლავი აჰა ეხა შენ ფანტაზია და შენ გადაცემაში გადაწყვეტე რომ პატარა შვილი ანუ ეს არის ძველი და სხვათა შორის რა უნდა ხო მაგრამ რამე კორექცია კორექტივებს ხომ შეიძლება აი წასმის როგორ უნდა მოუარო სპეციალური კრემი არის აი ესეთი კრემი მზადდება ჩვენი სტუდიისთვის რომელსაც ეხლა წაგისმევთ აჰა სპეციალურად იმდენი ვიტამინები შენ ხარ ხო გამოსახული კი ჩვენი სტუდიისთვის მზადდება თქვენ ხართ სტუდიის ვიტამინი ეთყობა ხო და პარკი არის და რა ხდება შემდეგ თქვა შემდგომ საათებში მოვლის ეტაპ რომ გითხრათ პირველი არის პირველი რაც შევასრულებთ მალამოს წავუსმევთ და მე შევუქმნით სპეციალური პარკით როზრიალებს და რომელსაც ეს რატო რა რისთვის არის აუცილებელი ეს იმისთვის არის რომ ეხლა ლიმფა გამოვა და სისხლი გამოვა და ინფექცია რო არ შეიჭრას მაგას უყურე სახში მისვლისას მაგას მოიხსნის ცივი გრილი წყალით დაიბანს ანტიბაქტერიული საპონი საკვებზე რო აკრავენ საკვების შესაფუთი რომელიც ცოტა ადეკოს თავს არა თუ კი გამოხდება რა ხდება რამდენი ხანი უნდა ეკეთოს ეს სპეციალური ამას 1 საათში მოიხსნის და წაისვებს მე აი სპეციალური ანუ იმითი არ შეიძლება ერთჯერადი ის რო არის სამედიცინო იზოლაციები ასე ვთქვათ მე პინტი იზოლაცია ვენის კაბელზე რა დამავიზდა ეს სიტყვა
პლასტიკატი. პლასტირი. პატარა ტატუსთვის კი შეიძლება გამოიყენო, მაგრამ როცა დიდი მასშტაბია, იქ არც ერთი ლეიკო არ. ნუ ახლა იქ რას თუ შეიძლება თქვათ, აი მზეზე ვთქვით, რომ 10 დღის განმავლობაში არ შეიძლება მზისხევი მოხდეს და წყალი თუ შეიძლება მოხდეს ცხელი წყალი არ შეიძლება. რამდენი ხანი? 3-4 დღე მაინც უნდა შეიკავო ცხელ წყალში ბანობა. ნელგრილ წყალში გადავიდა შეულებრივად და იბანაო. შემდეგ თქვენთან მოდიან, თქვათ ხელახლა გახედოთ, ამოწმებთ თუ უბრალოდ აი პროცედურის შემდეგ შორის 10-15 დღის მერე შემოდის კლიენტი, თუ დიდი ნამუშევარია, რა თქმა უნდა, შეიძლება პატარა კორექცია დასჭირდეს. კონტროლის ფუფხი რომ ზრდება, იქ არათანაბრად დაწუხდება. თავარია როგორ მოუვლის კლიენტი თვითონ ნამუშევარს, თუ მოფხანო არ შეიძლება, მზეზე სიარული არ შეიძლება ასე შემდეგ და თუ კარგად მოუვარა, პრობლემა არანაირი არ არის. ნუ რამდენიმე ხანი უნდა გაუძლოს. ვარსკვლავი ნაკლებ პრობლემებს შექმნის, იმიტომ რომ ახსოვს ამაზე აი არაფერი. ისე პატარ-პატარა ვარსკვლავები თუ განაგრძე ხლა შემდგომდან მეორე ხელზე რო გადავიდეს. არა, თან მინდოდა, რა თქმა უნდა მინდოდა და თან ნახე რაღაცა გადაცემაში. ნუ ჩვენ მადლობა უნდა გადაუხადოთ მაგას ამბობთ. პატარა გმირობისთვის, რომელიც მან ჩაიდინა პირდაპირ ეთერში, ანდრეის რა თქმა უნდა დიდი მადლობა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემის აზრით ტატუირების ოსტატი უნდა იყოს ხატვარი და შემოქმედი და მით უფრო მეტ იმას ჩადებს გულს ესე იგი ამ საქმეში და უფრო მეტი ხალხიც ეყოლება. მაგას გადაკეთებულ ტატუს ვაიმე იმან არ გაიხაროს, აი ესე დავწყევლი და ცეცხლი ჭამა. აი ძალიან ბევრი ტატუა თავად. რაღაც დიდი ხანია სხვა გადაცემაში იყო ჩემთან სტუმრად და ტატუები უფრო მრავლადაა წარმოდგენილი მის ვიდრე იმ წინა ვიზიტისას ხო? კი მოიმატა და ამბობდა რომ უნდა მეორე ხელიც უნდა დავიხატო და მეორე ხელიც აშკარად დახატო. აი ეს არის მეორე ხელი. ანუ ეს მთლიანობაში აღიქმება ახლა ეს და რაღაცა მთლიანის არის თუ ერთმანეთთან კავშირში არ არის? მარჯვენა და მარცხენა ხელი. სხვა თემაა, ამაზეც სულ სხვა თემაა. საინტერესო ვისანდეთ ხო ეს მინდოდა მეკითხა. ჩემი ხელით დავიწყე და მე ვამატებდით მე ნუ სხვა ტატუირებში და ეს ხელი მოხატულია სტამბულში ჩემმა მეგობარმა ვასომ დამიხატა აი ეს ადგილი ეს კიევში დავხატე და ნუ ასე შემდეგ. ანუ რამდენი ტატუირების ოსტატი არის ახლა საქართველოში დაახლოებით თუ იცი ანუ მაღალი დონის იცით როგორ ვისაც ზურა შეიძლება ენდოს ძალიან ბევრი გამოჩნდა ახლა ანუ ხო აი შენ ვისაც ენდობი დაუშვათ აი საკუთარ ხელს ვისაც ანდობ ნუ როგორ გითხრათ მე ბოლო დროს ვიხატავ საზღვარგარეთ იმიტომ რომ ის თემები რაც მე მინდა აქ ჯერ ვერ ხატავენ და რა თემებია პოპულარული ჩემი მეგობარიც ამბობს რომ ძალიან მოდურია ორივე ხელის მოხატვა და ძალიან ბევრს აქვს ყელიც მთლიანად ტატუით დაფარული ანუ დაფიქსირებული გოგოებსაც მას შორის და ეს იმიტომ რომ ახლა მოდურია ვთქვათ ბოლო პერიოდის ტენდენცია თუ უბრალოდ რაღაცა სიყვარული ცხოვრება მშვენი ხო ადრე იყო წარწერები ჩვენთან არის ფრანგულენოვანი წარწერები მოდაში და უცხოეთში არის უფრო ჰიპური ცოტა ევროპა ცოტა სხვა რაღაცას ძალიან ბევრი ხალხი იხატავს იმიტომ რომ მოდურია და მოსწონს და იმაზე არ ფიქრდება მართლა რა ნიშნულობა შეიძლება კონდეს მაგ ტატუთ მე ურჩევ რომ კარგად დაფიქრდეს ჩამოყალიბდეს და მე დაიხატოს ისეთი ტატუ რომელიც მე არ მობეზდება წაშლაც არ მოგინდება და ასე შემდეგ ანუ მთელი ცხოვრება გექნება ეხლა მე არ უნდა ნოფრაც დამიხატია მაგ იმიტომ რომ თქვენ გესმით ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელს მინდა შევაჯამოთ ჩვენი საუბარი რომ აუცილებლად როდესაც მიმართავთ ნებისმიერ პროცედურას რადგან ხას ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ კანთან დაკავშირებულს კარგად უნდა შეისწავლოთ პროცედურა რომლის გაკეთებასაც აპირებთ რისკები საფრთხეები ის რაც მოსდევს შემდეგ რაც მნიშვნელოვანია ტატუზის კანონმდებლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ დაგწვეს შემოზურა ლაზერული ეპილაციის დროს ან დაზიანდი ტატუს შემთხვევაში ჩემი მეგობარი ამბობს ესეთ რაღაცას შენ წარმოგიდგენია როდესაც ძალიან ბევრი ტატუა გოგოს წარმოგიდგენია სიბერეში როგორი იქნები ტატუებით ხო და არ წარმომიდგენია ცოტა წარმოგიდგენია დიდი მადლობა ჩვენს სტუმარს და დიდი მოვიღოთ თუ რა გავაკეთო არა შენ უნდა დაემშვიდო ყველა დაბერდება და მეც დავბერდები დიდი მადლობა მოგზანებისათვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს შევხვდებით ხვალ იმავე დროს იმავე ნახვამდის კარგად გზანდებოდეთ